პარლამენტის დეპუტატი ანტონო ბოლაშვილი, ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიება პროექტის „მე რომ ჩემ სოფელს ან ქალაქს დავუბრუნდე, რა პროფესიას ავირჩევდი“ წარმატების მიღწევა მშობლიურ კუთხეში შესაძლებელია ფარგლებში გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქის და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს და სტუმრებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლის ლიკა გელაშვილის ნახატების გამოფენაც დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს პროექტში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცა. იყო საინტერესო კითხვა პასუხის რეჟიმში საუბარი, რის საფუძველზეც გამოიკვეთა მათი ხედვები. არის საკმაოდ საინტერესო, რომლის გათვალისწინებას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები და იყო ძალიან კარგი მესეჯები, სადაც იკვეთება, რომ წარმატება ყველგან მიღწევადია, თუ იქნება მონდომება და თუ იქნება შრომა. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მათ წარმოგვიდგინეს, როგორ ხედავენ თითოეულ სოფელს, მათ სკოლას, მათ ქალაქს სამომავლოდ. ძალიან საინტერესოა მსგავსი სახის შეხვედრები და ბუნებრივია მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გვექნება. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავად გაგვს ეს პასუხები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ და ეს შეხვედრა ჩვენთვის იყო ძალიან კარგი, საგანმანათლებლო, რადგან თითოეულმა მოსწავლემ დასვა ის შეკითხვა, რაც აინტერესებდა და თითოეულმა წარმომადგენელმა გასცა ამომწურავი პასუხები.